ჩაის კოზი ბავშვებისთვის, ერთი ცუფრის კოზი დიდებისთვის. ეს დოზები ძალიან ბევრ მცენარეზე გამოიყენება. აი აქ შეგიძლიათ მიუთითოთ დამზადების წესი იგივე, ანუ ბავშვებს ჩაის კოზით, დიდებს სუფრის კოზით. ეხლა თუ როგორც თირკმელების წამალიდან ნაკრებებში იქაც დაახლოებით იგივე დოზები იქნება სხვა მცენარეებთან ერთად გათვალისწინებული. მონოთერაპიაშიც ძალიან ეფექტურია. ანუ მარტო შვიდა რო დავლიოთ, თქვათ, თირკმლის პრობლემების დროს. ყოჩი ვარდა. ყოჩი ვარდა. თქვენ თუ გაიგონიათ შენგელიები კურნალობდნენ ჰაიმორიტებს ყოჩივარდას ბოლქვის გამონაწვლილით. კი. მე უკვე ესპანეთის მეთოდი გამიგია, მაგრამ არა. შენგელიები? ხო. შენგელიები არიან? ბავშვი გადამირჩინეს მაგათმა. კი ბატონო. ეხლა მე პირადად წინააღმდეგი ვარ რა არის იცით მე რო ვიცი ყოჩივარდაში რო კოლხიცინი შედის მის კი ეფექტურია, კი წარია, კი რაღაცა ეფექტი აქვს, მაგრამ ამის ხმარების მაგივრად მე პირადად ხმარობდი ეთერზეთებს. ვანეიტრალებდი ეთერზეთ ზეითუნის ზეთით. თქვათ, იგივე ჰაიმორიტების, სინუსიტების დროს ზეითუნის ზეთით უნდა გავანეიტრალოთ, იმიტომ რომ ეთერზეთები ძალიან მწარია ჩასაწვეთებლად და იგივე შოკი შეიძლება ბავშვში გამოიწვიოს და დიდშიც. სამაგერო ჩხამებს არ შეიცავს და ეს ეხლა მე მჭირდებოდა ქრომოსომების დათვლა და თქვენ წარმოიდგინეთ ქრომოსომებზე დამამოკლებლად ისეთი შხამია ეს კოლხიცინი რომელსაც აი ეს ბოლქოვანი მცენარეები შეიცავენ და კერძოდ ყოჩივარდა რომ მაგას ხმარობდი ქრომოსომების დასამოკლებლად რომ მე მიკროსკოპში მენახა. ხო და რა გავლენას მოახდენს ცხვირში უნდა ჩაიწვეთოს თუ უნდა და მიიღოს შინაგანად? შინაგანად არა ჩასაწვეთებლად. ცხვირში? მაგრამ ამას არ გირჩევთ მეთქი რა. ეთერზეთები ჯობია, ნებისმიერი იგივე ნიხაკის ზეთი, ნებისმიერი ეთერზეთი ოღონდ ეს არა. ჩემი რჩევაა და ეხლა თქვენ არა და მართლა ნახევარი საქართველოს ნამკურნალები არის ამ შენგელიებთან. ანუ რა სიტყვებსო უკუჩვენება რა აქვს მაგათ წამალს? უკუჩვენება ის აქვს რომ ქრომოსომულ დონეზე შეიძლება რაღაცა ცვლილებები გამოიწვიოს. იმიტომ კოლხიცინი არის შხამიანი განმავლობაში იყენებენ. არ ვიცით ეხლა ხო გამოცდა არ ჩატარებულა. იმ ბავშვს რომელმაც ჩაიწვეთა ხო თქვენ კი არ შეშინდეთ. ჩააწვეთეთ, მაგრამ ხო შეიძლება რა შემთხვევისგან არავინ არა ვართ დაზღვეული, რატომ ჩავაწვეთოთ შხამიანი, როცა შეიძლება უშხამო ჩავაწვეთოთ, რა სიტყვით. ხო ჯობია. რა თქმა უნდა. შეგეკითხებით რა, იმიტომ რომ დიდხანს კურნალობდი მე ბავშვს მაგათი წამფით. ანუ ეს ქრომოსომების დამოკლება რას ნიშნავს? არა, მე თვითონ რას ლაპარაკობდი, მე მჭირდებოდა. ესე იგი, მოქმედებდი მცენარის ფესურებზე, რომ ქრომოსომები დამოკლებულიყო. მე ანათალს ვაკეთებდი მიკროსკოპში რომ გამოჩენილიყო. მართალია ელექტრონულ მიკროსკოპში, მაგრამ მაინც ჭირდება ქრომოსომები ძალიან პატარა
პატარა ზომის ორგანოიდებია და ამიტომ ჭირდებოდა დამოკლება და მე რომ მაქვს თვითონ ნახმარი ამ სცენარის ფესურისგან დამზადებული ხო ამიტომ არა ვარ მომხრე ხდებით თორემ სინამდვილეში შეიძლება ცოცხალ ადამიანზე საერთოდ გავლენას არ ახდენს მაგრამ ის რაც ჩემთვისაა ცნობილი მე ჩემ თავს ვერ მიცემ უფლებას რომ თქვენც არ გაგაგებინოთ იმიტომ რომ ძალიან ბევრი მე თვითმკურნალობას მიყვება ყიდულობს ყოჩივარდას ძირებს გამონაწილებს აკეთებს და იწვეთებს თვითნებურად ნუ რა ვიცი არ დაიზიანოთ თავი მე უბრალოდ გაფრთხილებთ თორე ნამდვილად ამას იწვევს იმას იწვევს უბრალოდ მე ცუდი გამოცდილება მაქვს აი სამფერაიაც ძალიან საერთოდ სამფერაიაც ჩვეულებრივიაც ძალიან კარგია როგორც მხალი მე ვიცი დასავლეთში რომ ამზადებენ ის მხალს და ძალიან გებრიელია ასევე ლორწოებს შეიცავს მოხარშვის შემდეგ და ხშირად ნახველის გასათხელებლად ძალიან ეფექტურია ჩვეულებრივი გვირილა როგორც ანტისეპტიკი როგორც მადეზიფიცირებელი ეფექტურია ნაკრებებში განსაკუთრებით აი კულმუხო ზიურა იგივე ვინ მეუბნებოდა ჩემი ზოში ისდებაო და ფესურებს ვაგროვებო აი ესე უნდა დააკითხარით ბატონო მე გითხარით ლუსი მე ვაგროვებ ხოლმე შემოდგომაზე ჩემზე როა გაბრაზებული და მატყურობაში რო დავდო ბრალი არა უბრალოდ ვერ გავხსენდა ვიფიქრე სულ ეს არის ეს 6 გვერდი და დაილახები ჯერ ჩემში არა მაპატიეთ მართლა ვერ მივხვდი რა ხდებოდა როგორ მაკადრე ქალბატონო ლუსი ჩამოვალ მე საგარეჯოში და ვიცი რასაც გიზა არა საგარეჯოში არა სიღდაღში ცხოვრობ მობძადით გეპატიჟებით კი ბატონო არა ახლოცა ბარემ სიღმაში ჩამოვალ არ არის პრობლემა გამოვისყიდი ამ დანაშაულს რამე ვინმეზე იყავი გაბრაზებული ჩემზე რო იყარე ჯავრი არა არ ეხლაც არ მიხსნის მართლა ვერ მივხვდი რატო და ის საერთოდ ძლის პროგრამისტი დამჭირდა რომ გამეხსნა ის მეორე ფაილი და ეს ფაილი მართლა 6 ფურცელზე მეტი არა ჩემი ბრალია მე ხარ ვიცოდი თქვენ რომ სულ გამოგზავნეთ და არ ვიცოდი ადამიანის უნდა წამდეს საათობით მისმენ ხო ну თუ ამდენი ის ვერ დავიმსახურებ დობარო მე რო თქვი გადმოვაგზავნე ესე იგი გადმოვაგზავნე ვიცოდი მე მაგარი მოჩხუბარიძე ხარ ერთი სიტყვით არა სამართლიანი ვარ თუ რაღაცა არ მომწონს ვატრაკებ ხოლმე ყოველთვის სამართლიანი იქნება ხო ბოდიში რომ მომიხადე ბოდიში უკვე მოგიხადეთ და მართლა მაპატიეთ ეს არის ხო ბოდიში მართლა მაპატიეთ მართლა არ გამოვიდა არ ჩაფური ვითომ ვერ მივხვდი არ გამოვიდა აი ესე დავაკუთმაცოთ კულმუხოს ძალიან ფართე გამოყენება აქვს როგორც ნაღველდენი როგორც ხველების საწინააღმდეგო მოკლედ ძალიან კარგი სცენარია და ეთერზე თები შედის ძალიან ბევრი ამიტომ კარგად მშრალი თუა უნდა თავდახურულ ჭურჭელში შევინახოთ სხვა სცენარებისგან მოშორებით რომ სუნი არ გადაედოს აი ჩვეულებრივი ფიჭვის გირჩები აი ესე წვანებზია ლაპარაკი და აი მტვერის შემცველზეც აი როცა მტვერს აფხვევს გამტორიანება როცა იწყება პატარა როცა ახალგაზრდა ესე იგი სასარგებლოა ამ ნორჩი გირჩების შეგროვებაც და მურაბის გაკეთება ან სპირტსნარის მე მგონი ეგენი ჩაგაწერინეთ ეგრე მახსოვს არა
კი. ხო, თესლებს ნაკლებად არ აქვს ახლა ისეთი გამოყენება. უფრო მეტად მალამოებში გამოიყენება ფიჭვის ფისი. ანუ დაჭრილი ხე უშვებს სამკურნალო, თავისთვის სამკურნალო და დამცავ ნივთიერებებს, რომლებიც ძალიან ძლიერი ანტისეპტიკია, ანტიბაქტერიული, ანტისოკო. აი სოკოს მალამოებში, სოკოს საწინააღმდეგო მალამოებში ძალიან ეფექტურია ეს თავიდან მალამოებს რო გიხსნიდით, იქ მაგალითად შეგვიძლია მეთქი სამკურნალო მცენარეები მოვხარშოთ, ხო? და მერე გაურიოთ უკვე სანთელი. ამ შემთხვევაში აი სოკოს მალამოში შეგვიძლია ფიჭვის ფისი დაახლოებით აი ზეთი თუ გვაქვს 100 მილილიტრი დაახლოებით 30 გრამი ფისი რომ გავალღოთ ებაში ზეთში და მერე მივცეთ მალამოს სახე ანუ თაფლის ზეთი რამდენი უნდა იყოს ხალხობრივი მარიამ 100 გრამზე 30 გრამი ფისი თქვათ არა გვაქვს მაშინ შეგვიძლია უკვე დამზადებულ მასალას ანუ უკვე თაფლის სამთელ გარეულ ზეთში ბოლოს უკვე რო შეგრილდება ნაყიდი ეთერზეთი ფიჭვის ჩავამატოთ ან რომელიმე სხვა წიწოვანის სოჭის ზეთი შეიძლება და მივიღეთ ეს ეთერზეთები აფთიაქში რო იყიდება ისინი შეიძლება ვიხმაროთ ხო? რა თქმა უნდა საუკეთესოა კომპანია ვივასანს თუ კიდე არის აღარ ვიცი თუ შემოაქვთ კიდე აი კალენდულა ძალიან ბევრს აქვს ეზოებში როგორც სამშვენისი და მე პირადად ძალიან მიყვარს და ძალიან ფართედ გამოიყენება როგორც სპირტნაყენი როგორც ნახარში ხელებისთვისაც კარგია აი ეს იცანით ხო კალენდულა თავშავა აი როგორია თავშავა უყვარს ესე ჭრილიანი ადგილები ტყის პირები ანუ იტალიელების საყვარელი და ფრანგების ორიგანო არა და ჩვენი სურნელებით ჩვენი თავშავა 10 ჯერ ჯობია შეგიძლიათ შეაგროვოთ კარგად გააშროთ დაფშვნათ და თუ ორიგანოს ხმარობთ რაღაცებში ესეთ ჩვენივრად იხმაროთ კიდე უკეთესია და სხვათაშორის ორიგანო რატო ქვია ლათინურად ქვია ორიგანუმ ვულგარე ვულგარე ნიშნავს ჩვეულებრივს სიტყვა სიტყვით რო ვთარგმნოთ მერე როგორაა ლათინურში ეხლა ორიგანუმ ვულგარე ესე აკრო ეს-ზე მთავრდებოდა ეს დასახელება იქნებოდა ვულგარის მოგლეთ მეგობრებო ის რაც ვერ გახსენით ამას გადმოგიგზავნით მოგეწონათ კარგი აი ეს ფაილი არ გვაქვს ხო არა და მე მგონი გადმოგზავნე რაღაცა დანართივით იყო და საერთოდ არ იხსნებოდა თავიდან ნინო გობეჯიშვილს გადმოგზავნე იმიტომ ეგ მაქვს უკვე აკრეფილი და არც დრო მაქვს სამწუხაროდ რომ ყველა სათითაოდ უნდა შევაწუხოთ ისევ კარგით ნინო არა უძის ფორვარდით გადმოგიგზავნის და მარტივი იქნება ხო მაგდენი კომპიუტერი არ ვიცი ეგ რა არის
ყველას მისამართი მიეწერება და ყველასთან ერთად გაიზარდება. ხო, თუ ეგეთ საშუალებაც არსებობს, თუ სათითაოდ არ უწევს აკრეფა, ძალიან კარგი. ყოველ შემთხვევაში, რას ელით ამ ეს არის PowerPoint-ში. ამიტომ ეგ პროგრამა უნდა გქონდეთ რომ გახსნათ. კარგით? სხვანაირად ვერ გახსნით. ეხლა როცა ეს მეთოდი PowerPoint-ში მე პირველად ხო არ მკითხულობ ლექციებს, ხო? წლების წინაც ახალი შემოსული რო იყო კომპიუტერი და უკვე იყო საშუალება რაღაცა პროგრამები იგივე PowerPoint-ის რო გამეკეთებინა ჩემი დიშვილები ახალგაზრდა ბავშვები ცხოვრობდნენ ჩემთან, რომლებიც კომპიუტერში იყვნენ, კარგად ესმოდათ და იმათ მასწავლეს. და ისეთი ეფექტი მოახდინა პირველად ლექციაზე, რომ ასე ბავშვებს თან დიდ ეკრანზე გამიკეთეს რომ მეჩვენებინა, მე აქ უყურებდი კომპიუტერს და დიდ ეკრანზე ჩანდა. მოკლედ დიდი ეფექტი მოახდინა, მე მოდიოდნენ სხვა ლექტორები გვასწავლეს. მაღალი ეფექტი ექნებოდა. ეს ფრია დეტექტორი იქნებოდა. ხო. აი PowerPoint-ი გადმოვწერე გუშინ, მაგრამ რა ვიცი, არ გახსნა მაინც. 6 ცალი გახსნა და დანარჩენი არა, 6 ფურცელი. ხო, ეგ ერთ მაგ ფაილში 6 ცალი იყო მეტი არ. არ იყო მეტი, ხო, მე ვიფიქრე ჩემთან. 6 იყო. და ეს ფაილი არ მოსვლა საერთოდ. არ გაიხსნა მარტო. არა, ზოგან